მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო, გადაცემა ვენივიდი აგრძელებს თავის მოგზაურობას. მე გადაცემის წამყვანი სოსო სალუქვაძე ვარ. დღეს კიდევ ერთი საინტერესო მოგზაურობა გველის, ბევრისთვის ძალიან ცნობილ და საყვარელ და სასურველ ქვეყანაში საფრანგეთში. მაგრამ ეს არ იქნება მოგზაურობა პარიზში ან მარსელში ან ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რაც გაცილებით უფრო ცნობილი ადგილებია, არამედ ჩვენ ვესტუმრებით საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, რომელიც შეიძლება ნაკლებად ცნობილი იყოს ქართველი მაყურებლისთვის, ყოველ შემთხვევაში ბოლო დრომდე. მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება საფრანგეთის ან ევროპის ზოგადად ამ მსოფლიოს სხვა რომელიმე რეგიონს. ამ მოგზაურობაში ჩვენ სტუმრად ყავს როგორც მეგზური და ჩემი თანამოსაუბრე ბატონი გოგი გოგსაძე, გეოგრაფი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სანამ გოგის გადავცემდე სიტყვას და ასპარეს, ორიოდე სიტყვით ვიტყვი, რატომ შევარჩიეთ ეს მხარე. პირველი იმიტომ, რომ როგორც ევროპის თითქმის ყველა პროვინცია, უბანი, რეგიონი ძალიან საინტერესო ისტორიის მატარებელია და თან ის დაკავშირებულია ერთ ძალიან საინტერესო პიროვნებასთან, რომელიც ჩვენი ბავშვობის და ყმაწვილობის ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო გმირი იყო გამორჩეული დარტანიანთან, იმიტომ რომ გასკონია სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს. მეორე ის, რომ ეს არის მსოფლიოს მასშტაბით ღვინის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული მხარე და ქართველები, რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიურები ვართ ღვინის კულტურის მიმართ, ამიტომ საინტერესო იქნება ამ მხარის მონახულება და მესამე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს თასის გათამაშება რაგბიში, სადაც ჩვენ ნაკრებს სწორედ ამ რეგიონში, ამ რეგიონის ორ ქალაქში მოუხდა თამაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ერთი-ორი სიტყვით ამ ფენომენზედაც, ამ ასე ვთქვათ, მოვლენაზედაც გვექნება ლაპარაკი. გოგი, მოდი დავიწყოთ მაშინ იმითი, თუ ჯერ ერთი შენ რა გაკავშირებს ამ რეგიონთან, ეს ერთი და მეორე რითი არის ის გამორჩეული და საინტერესო. დამაკავშირა რაგბის სიყვარულმა, როგორც დიდი ხნის გულშემატკივარმა სპორტის განსაკუთრებული სახეობის, ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა მსოფლიო ჩემპიონატს ამ მსოფლიო თასს დავსწრებოდი და აი ამისრულდა ოცნება და შენთან ერთად და სხვებთან ერთად დაახლოებით 11 თუ 12 დღე ვიყავით ამ რეგიონში, 2 მატჩს დავესწარით. სამწუხაროდ ჩვენების თამაშმა არ გაამართლა, მაგრამ ამ მხარემ სადაც ვიყავით ძალიან გაამართლა. შესანიშნავი მოგზაურობა იყო და ბევრი ისტორიული და საინტერესო კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ადგილი ვნახეთ. უნდა გითხრათ, რომ 2 რეგიონში ვიყავით. ეს რეგიონებია ახალი აკვიტანია და ოქსიტანია, სახელები რაღაც ერთმანეთს გავს, მაგრამ ისინი ასე ვთქვათ, მათ შორის კავშირი არ არსებობს. იმაშია, რომ სხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამ რეგიონებს, მაგრამ საფრანგეთის მთავრობამ ჩაატარა რეფორმა 23 რეგიონიდან ის ჩამოვიდა 8 რეგიონამდე, გამსხვილდნენ რეგიონები, თურმე ფინანსურად ისინი ვერ წყვეტდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც საჭიროა, რომ იყოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის და მივიღეთ ეს 2 ძალიან დიდი რეგიონი, ტერიტორიით ორივე საფრანგეთში ყველაზე დიდია, თუმცა არა მოსახლეობით. ორივე საკმაოდ ცნობილია ეკონომიკით, მაგრამ ასევე ისტორიული წიაღსვლებით.
როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე საფრანგეთზე, ჩვენ თავში მოგდის ფრანგული რევოლუციები, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას უთმობთ უფრო ადრინდელ პერიოდს. და აი ეს რეგიონი კარგად ასახავს ყველა იმ პერიპეტიას, რომელსაც ადგილი ქონდა საფრანგეთში ფეოდალიზმის პერიოდში, განსაკუთრებით შუა ფეოდალიზმში. და პრინციპში ხო ანტიკურ პერიოდში ტერიტორია იყო. სწორი შენიშვნა რომაელებიდან დაწყებული, ვთქვათ ასე, იმიტომ რომ აქ კელტები იყვნენ, შემდეგ მოვიდნენ რომაელები, გაყარეს კელტები, თვითონ იგდეს ან დაიმორჩილეს, თვითონ იგდეს ხელთ ეს სათავე მმართველობის და სამხრეთ საფრანგეთში მათ ჰქონდათ ორი დიდი ფორპოსტი. ერთი იყო ნიმი, რომელზეც ჩვენ არ ვისაუბრებთ, ის მთავარი იყო და ასევე კარკასონი. იულია კარკასო, ესე დაარქვეს ამ ქალაქს, იულიუსის საპატივცემულოდ, იმიტომ რომ პირველი წელია ჩვენ წელთ აღრიცხვამდე, როდესაც რომაელები აღმოჩნდნენ და დაარსეს კარკასონი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა დიდი ხნის განმავლობაში, როგორც სამხედრო ობიექტმა. როგორც ქალაქის დიდი არუსარყოფილად არც დღეს არ არის, მაგრამ დაწყებული რომაელებიდან შემდეგ ჯვაროსნების პერიოდში და უფრო გვიანაც ის თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს. კარკასონი ცნობილია იმით, რომ ამაღლებულ ადგილას მთაზე არის განთავსებული საკმაოდ ლამაზი ციხესიმაგრე, ორი გალავნით, შიდა გალავანი, გარე გალავანი, რთული ასაღები იყო, გასაგებია ისეთი კონსტრუქცია, ჩვენ მოვიდა. ჯვაროსნების ფორპოსტი იყო, ხო, როგორც შემდეგ ხდება ის ჯვაროსნების ფორპოსტი, მაგრამ აი როდესაც ჯვაროსნებზე მივდივართ ხოლმე, აქ უნდა ერთი წამი შევჩერდეთ და თქვათ, რომ ჩვენ წარმოგიდგენია, როდესაც ჯვაროსნებზე საუბრობთ, რომ საქმე ეხება ჯვაროსნების ლაშქრობას იერუსალიმში ან ახლო აღმოსავლეთში. ასე არ არის, ძალიან ხშირად ჯვაროსნები გამოყენებული იყო რომის პაპის მიერ შიდა ლაშქრობებისთვის, შიდა ომებისთვის. და აი კარკასონის შემთხვევა იყო და საერთოდ ეს რეგიონი, ეს სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთი, როდესაც გამოყენებულ იქნა ჯვაროსნული ლაშქრობები ერეტიკოსების წინააღმდეგ. ეხლა ვინ იყვნენ ეს ერეტიკოსები, ხო? კათარები. ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ ამ ხალხს და მათ ისტორიას. ეს იყო სექტა, ქრისტიანული სექტა. დუალისტური იყო, ანუ ორივე საწყისი მათთვის ერთი იყო, როგორც ბოროტების, ასევე სიკეთის, პრაქტიკულად ორღმერთიანობა იყო. ისინი ეშმაკეულსაც კი აღიარებდნენ როგორც ღვთიურს, ხო, რაღაც ზეციურს უბრალოდ. და ყურადღები ძალიან სწრაფად გავრცელდა. ალბი იყო ქალაქი ასეთი რეგიონში, ძალიან სწრაფად გავრცელდა საფრანგეთის სამხრეთში, ესპანეთის ჩრდილოეთში და იტალიის ჩრდილოეთში. ძალიან დიდი რაოდენობით მოსახლეობა ჩაითრია. რატომ ყოველთვის უნდა დავსვათ შეკითხვა? იმიტომ რომ ისინი გამოდიოდნენ სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის ეგიდით. და ეს ის პერიოდია, როდესაც ეკლესიამ, კათოლიკურმა ეკლესიამ, თუმცა კათოლიციზმი ან კათოლიკობა ჯერ ტერმინი არ არსებობდა, ძალიან გადაუხვია დასახულ მიზნებს, გამდიდრდა, დიდებულებთან იყო, ასე ვთქვათ, კოალიციაში და უკმაყოფილება დაბალი ფენებში. შეიქმნა ეს რელიგია, რომელიც იყო დაბალი ფენების რელიგია, თუმცა გარკვეული რაოდენობით დიდებულებმაც მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ამ რელიგიას. აი სწორედ რომის პაპის ბრძანებით, ხო, მოხდა ეგრეთ წოდებული ალბიგიური ლაშქრობები, აი ქალაქ ალბიდან გამომდინარე, რომელიც 20 წელიწადს გაგრძელდა, თუმცა 20 წელიწადშიც ვერ მოერიენ ამ კათარებს და 100 წელი დაჭირდა მათ, ასე ვთქვათ, ლიკვიდაციას, მაგრამ ეს საკმაოდ დიდი ლაშქრობები იყო და ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს კათარებმა. ნუ საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ საშინლად გაუსწორდნენ კათარებს ჭყალებში კათოლიკეები, ხო? ანუ რომის პაპის სამსახურები.
და თქვენ წარმოიდგინეთ 2009 წელს მოხდა ეს ლაშქრობა დაიწყო და 2009 წელს ბაბათეთ 1209 წელს და სადღაც 6 წელიწადში იძულებული იყო რომის პაპირომ შემოიღო სასამართლო ეკლესიის განსაკუთრებული სასამართლო რომელსაც ჩვენ ყველა ვიცნობთ როგორც ინკვიზიცია. ანუ 6 წელიწადში აქედან იღებს ეს საშინელი სასამართლო ანუ იურიდიულად ის გაფორმდა ფაქტიურად აი ლაშქრობების დროს. ძალიან საინტერესო ისტორია, მართალი გითხრათ, მეც ეხა ბევრი რაღაცა პირველად გავიგე, ზოგადად ვიცი, თუმცა ერთი რამ კი ვიცი, რომ გეოგრაფიულად ალბი დღესაც არსებობს ესეთი დასახლება, საკმაოდ საინტერესო შუა საუკუნეების, ასე ვთქვათ, ნიშნების მატარებელი ქალაქია და ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება იქ ჩასული ან ოქსიტანიის ნაში მყოფი ადამიანებისთვის. მე ერთი რამ მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ და ბოდიში მოგიხადოთ წინასწარ, რომ ხანდახან შემოვიჭრები ხოლმე შენს საუბარში, იმიტომ რომ ჩვენი ფორმატი ძირითადად არა მხოლოდ კითხვა და პასუხია, არამედ საუბარი, ჩვენ თანამოსაუბრეები ვართ, იმედი არ ახალ წინააღმდეგ ამის და ჩვენმა ასე ვთქვათ, მაყურებელმა უკვე იგრძნო ალბათ ეს და იცის. ამიტომ და მეც იმის გამო რომ უკვე თქვი შენ, რომ ჩვენ ერთად ვიყავით იქ, მეც მაქვს რაღაც ასე ვთქვათ ემოციები და შთაბეჭდილებები, რასაც შეიძლება ასე ვთქვათ ჩაურთავ ხოლმე ამას. მე დავიწყე ახლა ისტორიაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეიძლება რომ ვისაუბრო და შენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ასე ვთქვათ ფენომენი და ეპიზოდი ხო ისტორიულადაც თქვი ამის შესახებ, მაგრამ მანამდეც აი ახლა ჩვენ მე როდესაც დავიწყე საუბარი ვთქვით რომ ოქსიტანია ნაკლებად, მაგრამ უფრო ახალი აკვიტანია დღევანდელი ფარავს იმ ტერიტორიას, რომელზედაც იყო გასკონიის პროვინცია, არის გასკონიის პროვინცია, იმიტომ რომ გასკონი არავის არ გაუუქმებია და ისინი არიან ბასკების მონათესავე ხალხი, იგივე თითქმის მსგავს ენაზე ლაპარაკობენ და თანაც ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ ეს არ არის ინდოევროპული ენა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რა თქმა უნდა, ეს არაფერს არ ასე ვთქვათ ამტკიცებს, მაგრამ ზოგადად ჩვენ ბასკების მიმართ განსაკუთრებით და აქედან გამომდინარე გასკონელების მიმართაც გარკვეული სიმპათია და ინტერესი გვაქვს, იმიტომ რომ იყო და არის რაღაცა ასე ვთქვათ მიდგომები, რომ შეიძლება ისინი კავკასიიდან წასული ხალხი იყოს, იბერიელები, კელტიბერები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამპირიკით. უფრო მაინც კავკასიიდან მგონია მე, იმიტომ რომ დასახლების ასე ვთქვათ ქრონოლოგია იმას გვეუბნება, რომ აქედან წასული მიგრაცია აქედან უფრო ხდებოდა. კარგით, ეხლა ეს არც თქვენი ასე ვთქვათ ძირითადი თემა, არც ჩემი, მაგრამ მოდი ახლა ასეთი რამ ვთქვათ, იქ მოხდა შემდეგ გერმანიზაცია გარკვეულწილად ამ ტერიტორიის, ისევე როგორც მთელი საფრანგეთის, ჯერ გალები იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე უკვე რომის იმპერიის დაცემის დროს შემოვიდნენ ჯერ ვანდალები, მერე ვესტგოტები, ანუ ვიზიგოტები, ხო? და მათ ჩამოაყალიბეს დიდი იმპერია პრაქტიკულად, რომელსაც ფრანკთა იმპერია ერქვა და იმისი ნაწილი გახდა ეს ტერიტორია, კიდე ერთხელ ვამბობ, რომელსაც სხვადასხვა სახელები ჰქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. და ასევე ჩემი აზრით, კარგი იქნება თქვენი აზრის მოსმენაც, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მას რევოლუციის პერიოდში, იმიტომ რომ ჟირონდა ეს ის ასე ვთქვათ დეპარტამენტია, რომელიც სწორედ ახალი აკვიტანიის ფარგლებში მდებარეობს და ჟირონდისტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტები იყვნენ რევოლუციაში, მათი მონუმენტიც არსებობს თუ არ ვცდები ბორდოში. იმიტომ რომ ისინიც სასტიკად დაისაჯდნენ როგორც რევოლუციის დიდი შემოქმედები. თანამედროვეობაზე უფრო რო გადავიდეთ, მოდით ანუ რომელია ის მნიშვნელოვანი ქალაქები და დასახლებები გარდა კარკასონისა, რომელიც არსებობს და რომელზეც ძალიან კარგად ისაუბრე შენ და რომლის ასე ვთქვათ ნახვასაც ყველას ურჩევ, იმიტომ რომ ჯვაროსნების შემდგომში ჯვაროსნების ასეთი დიდი ფორპოსტი და ციხესიმაგრე ევროპაში აღარ არის ძალიან ბევრი დარჩენილი. ხო, ზოგი ამბობს, რომ ეს არის ყველაზე უფრო დიდი. თავისთავად დასახლებაც არის. რომელია ის ადგილები, ის ქალაქები, რომლებიც, ასე ვთქვათ, მართავენ ამ
ამ რეგიონს, ერთი და სხვა კიდე საინტერესო და ისტორიული ქალაქები არ აკლია ამ მხარეს. ამაზე რა სიტყვით? მოდით, რადგან შევეხეთ სამუშკეტერს და დიუმას, იქიდან დავიწყოთ, გავაგზავნოთ უბრალოდ ლარუშელი. ცნობილი ქალაქი, რომელიც ახალი აკვიტანიის ტერიტორიაზეა და ლარუშელი არის ცნობილი იმით, რომ აღწერილი აქვს, ლარუშელის ალყა აღწერილი აქვს დიუმას სამ მუშკეტერში. საქმე იმაშია, რომ იქ ცხოვრობდნენ ჰუგენოტები, ეს მეორე უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ტრაგიკული პერიოდი საფრანგეთის ისტორიაში, როდესაც კათოლიკეებმა მოუწყეს მასობრივი ხოცვა და თუ არა გენოციდი ჰუგენოტებს. ჰუგენოტები სხვანაირად შეგვიძლია ვთქვათ ფრანგი კალვინისტები. პროტესტანტები საკმაოდ გავრცელდა ეს რელიგია, რაც ისევ და ისევ კათოლიკური ეკლესიის კრიზისზე მიუთითებდა. მაგრამ აქ უკვე ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი კარდინალი რიშელიე გამოდის წინაპლანზე. ლუი მე-13-ის დროს კარდინალი რიშელიე ჩავიდა ჯარით ლაროშელში, გარშემოარტყა, საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა ეს ალყა და ინგლիս-საფრანგეთის ომის დროს ლაროშელი ინგლისის კონტროლის ქვეშ იყო და ამიტომ დახმარება თხოვეს ინგლისელებს. და აი ინგლისელების მხრიდან ჩავიდა ბუკინგემი, ლორდი ბუკინგემი ან ბეკინგემი, როგორც არის ქართულად, ლორდი ანუ გრაფი და ის საშინელად დამარცხდა რიშელიეს. ფიასკო განიცადა ინგლისის პოლიტიკამ. და ამის შემდეგ უკვე ლუი მე-14 მოდის, ჰუგენოტებს საშინელად გაუსწორდნენ, უკვე ინკვიზიცია უკვე მუშაობს მთელი ძალით, თუმცა თითქოს აღარ უნდა იყოს, მაგრამ არის და მშვენიერადაც არის. ეს უკვე მე-17 საუკუნეზეა საუბარი. და მაგრამ მე-16 საუკუნეში კიდე ერთი საინტერესო პიროვნება ჩდება ამ მხარიდან, რომელიც საფრანგეთის ისტორიაში დიდ როლს თამაშობს. ეს არის ჰენრი, მოდი ჰენრი ვთქვათ, ხო? ჰენრი მე-3 ნავარელი, რომელიც შემდგომში გახდა საფრანგეთის მეფე, მას შემდეგ რაც იქორწინა მარგარიტა ვალუაზე და პრაქტიკულად პირველი ადამიანი ფუძემდებელი ბურბონების დინასტიისა საფრანგეთში. მისი შვილი ის მოკლეს 1610 წელს თუ არ ვცდები მე-17 საუკუნის დასაწყისში 21 წლიანი მეფობის მერე კათოლიკებმა, სხვათა შორის კათოლიკე ტერორისტმა, მაშინ ტერორისტებს არ ეძახდა. ეს მოკლა ჩვეულებრივი თუ არა გავრცელებული ამბავი იყო, მაგრამ მისი შვილი იყო ის ლუდოვიკო მე-13, რომლის სამსახურშიც იყვნენ ჩვენი საყვარელი მუშკეტერები, ხო? არა მარტო დარტანიანი, ის უფრო გვიან, არამედ ათოსი, პორთოსი, არამისი და დეტრევილიც. ხო? კი ბატონო. აი ეს პერიოდი, მაგრამ მალე დგება ევროპის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, ვესტფალიაში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელსაც დაასრულა ომი კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის და დაახლოებით 10 წელიწადში პირენეს ხელშეკრულება. კი ბატონო. ფორმდება ესპანეთსა და საფრანგეთს შორის. ანუ ევროპაში იწყება მშვიდობიანი პერიოდი და კარკასონიც კარგავს თავის ფუნქციას და იქ იწყება შალის ქსოვილების წარმოება. სხვა შორის ისტორია ყველაზე დიდი ცინიკოსია რომაელები, ჯვაროსნები და ამთავრებს შალის ქსოვილებით, ხო? მაგრამ თუმცა დღეს მშვიდობიან განიარაღების თვალსაზრისით კარგი ვექტორი, ტრაექტორია. დღეს ეს ისტორიული, ესე ვთქვათ, ადგილია, სადაც აი ციხესიმაგრის გამო ჩადიან 10,000 თუ არა 100,000 ადამიანი მოსანახულებლად. იქვეა ქალაქი ტულუზა, რომელსაც იგივე ბედი ეწია. ტულუზაა თუ ტულუზი, შენ როგორ იტყოდი? იმიტომ რომ ჩვენ განასწავლი გვაქვს წიგნებში, სახელმძღვანელოებში და ასე შემდეგ ტულუზა. ტულუზა, იმიტომ რუსულიდან შემოვიდა. უფრო სწორი იქნებოდა ქართულად, მაგრამ ტულუზა არის ფრანგულად ტულუზი. მაგრამ შემორჩა ეს კალკი რუსული შემორჩა, ნუ იყოს ტულუზი. ბაყურებელს ეცოდინება, რომ ორივენაირია ტრანსკრიფცია არსებობს, მაგრამ მე ტულუზს ვემხრობი, იმიტომ რომ კი ბატონო, თვითონ ფრანგები ასე ეძახიან, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ამ ქალაქზე რა სიტყვა. ეს არის ძალიან საინტერესო ქალაქი, მე-4-ია სიდიდით, თუმცა სულ რაღა, ევროპული თუ ამერიკული გაგებით ძალიან ცოტა 450,000 კაცი. თუმცა საფრანგეთში პარიზის გარდა მილიონიანი ქალაქები პრაქტიკულად თითზე ჩამოსვა. ანუ პარიზი, ძალიან ფრანგულია.
მარსელი, შემდეგ ტულუზი და ლილი, ესენი არიან. და ხო. ძალიან ფრანგული ბორდო, რომელზეც გადავინაცვლოთ, ის კიდევ უფრო პატარაა. ბორდო 170.000 ძალიან ფრანგული სტილია, იმიტომ რადგან სასოფლო-სამეურნეო იყო საფრანგეთი დიდი ხნის განმავლობაში. ეს პროვინცია განსაკუთრებით. ხო, ანუ დიდი ქალაქები ცოტაა. მათ ქალაქების ქსელი მჭიდროა. ქალაქების ქსელი და საშუალო და თქვა ცხვილი ქალაქები საკმაოდ ბევრია საფრანგეთში. ტულუზი ცნობილია იმითი, რომ ის ერთ-ერთი ცენტრია საგანმანათლებლო. კი. 1217 წელს დაარსდა უნივერსიტეტი მე-13 საუკუნეში. მე-13 საუკუნეში. რომ მონღოლები შემოგვესწრნენ, იმად დაარსეს უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი, რომელიც დღეს არის მეორე საფრანგეთში. 115,000 სტუდენტი სწავლობს ტულუზაში თუ ტულუსში, როგორც გნებავთ. ძალიან ლამაზი ქალაქია, ქონდა დრო და ვისეირნეთ. ტულუზს ხანერად უწოდებენ კიდევ ვარდისფერი აგურის ქალაქს. იმიტომ რომ ვარდისფერი ამ ფერის აგურით არის აშენებული ძველი ქალაქი. და მართლაც იქ ძალიან კარგი ძეგლებიც არის, მე-11 საუკუნის კათედრალები, მათ შორის სენ-სერნინის კათედრალია და კიდევ არის სენტ-ეტიენის კათედრალი, რომლებიც გამორჩეულია, მაგრამ ქალაქის ცენტრი ზოგადად მუზეუმებითა და აი ესეთი, ასე ვთქვათ, ისტორიული ნაგებობებით საკმაოდ დახუნძლულია და ნამდვილად ესეთი თვალსასეირო სანახავია. სტადიონიც კარგია, მაგრამ ბორდო სტადიონი ჯობდა. ბორდო სტადიონი. ბორდო ძალიან ახალია და მშვენიერი სტადიონი ქონდა. ხილვადობა ყოველ შემთხვევაში ბორდოში ჯობია. ორივე რეგიონი, ეს ახალი აკვიტანიაც და ოქსიტანიაც განთქმული არის თავისი მევენახეობით და ყველაზე მეტი არის ოქსიტანიაში, ფართობს გულისხმობ, ცოტათ ნაკლები არის ახალ აკვიტანიაში, მაგრამ ახალი აკვიტანია მაინც უფრო მნიშვნელოვან რეგიონად ითვლება, იმიტომ რომ იქ ძვირადღირებულ და საკოლექციო ღვინოებს ამზადებენ. კაბერნე, რომელიც ყველას გავგვიგი, კაბერნე სოვინიონი, იქ კუპაჟები ხდება თურმე, მე არა ვარ მეღვინე, მაგრამ როგორც გვასწავლიან და გვეუბნებიან ამ დარგის სპეციალისტები, იზრდება ტანინიანობა ღვინეს. კი, აი ტანინიანობა ქონია, მაგრამ ტანინიანობა რადგან მაღალია, თურმე დიდი ხანი და მართლა კი მარტო შვენიერი ღვინოები დავაგემოვნეთ, მაგრამ თურმე როდესაც მაღალია ტანინიანობა, დიდი ხანი უნდა ღვინოს დაყენება, მაგრამ ის ხდება საკოლექციო. კი. ხო, ეხლა რა შეეხება ქართველებს მაღალი ტანინიანობის ღვინოებს, ჩვენ ასე ვთქვათ, კოლექციურად არ ვაქცევდით ხოლმე და ერთ დალევაზე 3 ლიტრი მაინც უნდა დაგველია და ეს იყო ჩვენ დაგველია 2 და თვითონ შეგვენახა. ხო გქნებოდა ხო კაი კოლექცია. ასე რომ, მაგრამ ჩვენი თეთრია. იქ წითელი ღვინოები, თეთრიც აქვს. თეთრიც აქვს, რა თქმა უნდა. ბორდოში სხვა შორის სენტ-ემილიონი არის პატარა დასახლება. ძალიან პატარა. ეს უკვე ახალი აკვიტანია. ახალი აკვიტანი ბორდოს მახლობლად. სულ ვენახებია. იქ სენტ-ემილიონის ღვინოები ცნობილია საფრანგეთში. თუმცა თვითონ ფრანგები ამბობენ, რომ ყველაზე ძვირადღირებული ღვინოები ყოფილა ბურგუნდიაში. ბურგუნდიული ღვინოები. აი რაც შეეხება ტულუზის ანუ ოქსიტანიის ღვინოებს, ეს ყოფილა ფართო მოხმარების ღვინოები. ეხლა აქ ღვინოზე რო ვლაპარაკობ და ალბათ გადავალთ ნელ-ნელა, თუმცა ერთ რამეს ტულუზზე ასევე მეც ჩაურთავ, რომ ეს არ არის მხოლოდ სასოფლო დღეს, ხო, ისტორიული და სასოფლო სამეურნეო წარმოების, ასე ვთქვათ, ცენტრი, არამედ არის ჰაი-ტექის space industries, ანუ კოსმოსური და საავიაციო და თანამედროვე ჰაი-ტექის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაშიც ითვლება და ამაზე უფრო ცოტა პატარაა, მაგრამ იგივე დარგები, მსგავსი დარგები, ასევე ბორდოშიც არის წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ბორდოს ვამბობთ, იქ ეხლა ამგვარ ინდუსტრიაზე არასოდეს ასოციაცია არ გვაქვს და ეს რა თქმა უნდა, როდესაც საუნივერსიტეტო განათლებასაც ამბობ შენ და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ერთ კომპლექსში ტულუზს ძალიან, ასე ვთქვათ, ციცოცხლის უნარიან და მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს და მდიდარ ცენტრადაც აქცევს ჩემი აზრით. მე-20 საუკუნიდან სხვა შორის ავიაცია, ფრანგული ავიაცია სწორედ ტულუზაში განვითარდა, შემდეგ რაღაც პერიოდი ჩერდება, მაგრამ მან მეორე, ასე ვთქვათ, სიცოცხლე შეიძინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დეგოლმა მას მიცა კოსმოსური კვლევების ცენტრის, ასე ვთქვათ, სტატუსი, ფუნქცია, დიდი ცენტრი გაკეთდა, პლუს ავიამშენებლობა და აი
აქედან მოდის, ასე ვთქვათ, მოგრეთ, კაი თვითმფრინავები და კაი ღვინო. კი, კარგი თვითმფრინავები და ბევრი ღვინო. ბევრი ღვინო. კარგი უფრო ბორდოშია, მაგრამ აქ ბევრია. იქ ცოტა თვითმფრინავები და კარგი ღვინო. კი, ცოტა კარგი ღვინო, მაგრამ თავისთავად ხარი არის საკმაოდ საინტერესო. გარონაზედაც უნდა ვთქვათ, ალბათ, იმიტომ რომ ეს არის სწორედ გარონას ველი, ხეობა და სხვათა შორის ბევრი შენაკადები აქვს. და სხვათა შორის აკვიტანია რო ქვია ისტორიკოსები და იმითაც ხსნიან რომ ეს რომაული ტერმინია აკვა იცით რო არის წყალი ეს არის ბევრი წყლების ქვეყანა ან წყლების ქვეყანა სადაც რა თქმა უნდა ძირითადი არტერია არის გარონა თუმცა როდესაც ის ისტორიულად ფართოვდებოდა და იყო ესეთი პერიოდი მაგალითად ანჟუს იმპერიაც იყო ტერიტორიაზე და ასე შემდეგ ის თითქმის ლუარამდე აღწევდა მისი გარკვეული ნაწილები ხო ანუ დინარეთა შორისი და პირინეების შემოსაზღვრული არეალია, რომელიც, რა თქმა უნდა, მიკროკლიმატითაც და გეოგრაფიული თავისებურებებითაც გამოირჩევა, ძალიან ლამაზია. ლამაზია. და განსაკუთრებით ლამაზი სილამაზეს ისიც უწყობს ხელს, რომ ეს ვენახები არის, ну, რაღაც საოცრად მარაოსავით გაშლილი და ულამაზესი მოვლილი. აი სენტ ემილიონი, რომელიც შენ ახსენი ალბათ, ну, არ ვიცი, სასწაული ადგილი შეიძლება აი ჩემ ასოციაციურად რაღაცნაირად ცოტა სიგნალი გამახსენა მე არც სოფელია, არც ფლად ქალაქია, ну, მოდი ესე პატარა დასახლებაა, მაგრამ გარშემო ვენახები, აი ალაზნის ველსრო და მარნები და ну, ღვინოები და საჭმელ სასმელი შენი მოწონებული. თუმცა ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ეს მევენახეობის ანუ ღვინის ასე ვთქვათ საწარმო მონასტრებთანაც არის დაკავშირებული. კი ბატონო, მე ერთ რამეს დავამატებ, რადგან გეოგრაფია რამე არ დაგვაკლდეს. ახალი აკვიტანია მოიცავს ისტორიული გასკონის ტერიტორიას. უფრო მეტიც, ბასკები ამტკიცებენ, რომ ბორდო ბასკური ქალაქიაო. სამაგიეროდ ოქსიტანიაში არის ეგრეთ წოდებული ჩრდილოეთ კატალონია. კი ბატონო, კატალონიის გაგრძელება. კი, კატალონიის გაგრძელება, რომელიც პირინეს ზავის შედეგად დარჩა საფრანგეთს. ნუ იქ ისე აღმოჩნდა, რადგან პირინეები ბუნებრივი საზღვარი იყო და იქითა ნაწილი დარჩა საფრანგეთს. ბასკეთიც და გასკონიისაც და ამისიც და ასე რომ ეს ორი ძალიან ცნობილი ადგილი, ანუ ასე ვთქვათ, არაფრანგული, ხო? ესე კლასიკური გაგებით, ანუ კატალონიური და ბასკური საფრანგეთის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს და ისტორიულად საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა საფრანგეთის ამ ნაწილზე. და იქნება ისე ჩვენი საუბარი, რომ ბორდოზედაც 1-2 სიტყვა არ ვთქვა, ძალიან საინტერესო ქალაქია, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მხოლოდ ღვინის კუთხით საუბრობთ, მაგრამ ხო აბა ბორდოზე რო არის საუბარი, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. მით უმეტეს რომ იქ არის მსოფლიოში ყველაზე უფრო დიდი ღვინის ბაზრობა, ვინ ექსპო ქვია, მე მგონი ამას, სადაც ნუ ამ მასშტაბის ღვინის ბაზრობა არსად არ არის, ეს ერთი და მეორე აქ Cité du Vin, მე მგონი თუ ფრანგულად ჩემს უწოდინა რომ ფრანგულად თუ სწორად ვამბობ, ანუ ღვინის ქალაქი, ეს არის დიდი მუზეუმი, თანამედროვე შენობა, ძალიან გაშლილი, სადაც ღვინის ისტორიის შესახებ უნიკალური, ასე ვთქვათ, მასალა, ვიდეო, ასე ვთქვათ, ესეთი მედია საშუალებების გაშუქებული მულტიმედიის სხვადასხვა ასე ვთქვათ ფორმატია რო შეხვიდე მთელი დღე შეგიძლია იქ იყო და დააგემოვნო კიდევაც დაათვალიერო კიდევაც და გაეცნო იმ რეგიონებს სხვადასხვა სოფლიოსი რომელიც ღვინოს აწარმოებს. ფრანგული ღვინოები განსაკუთრებული აქცენტი გადააქვთ ფრანგებს საკოლექციო ღვინოებს. საკოლექციო და ძვირადღირებული ეს არის შეულებრივს არ ყიდიან, მაგრამ ეს ნიშა, რომელსაც მხოლოდ იტალიური უწევს კონკურენციას. კი ბატონო, მეც დაგეთანხმებით, იმიტომ რომ რამდენადაც არ უნდა იყოს კარგი და მრავალრიცხოვანი, იმიტომ რომ ტერიტორიულადაც და გეოგრაფიულადაც ამას აქვს მნიშვნელობა, ხო, ავსტრალიური ან სამხრეთ აფრიკული ან არგენტინული, ისევ რეგბის ქვეყნებს ხო, ჩილეს და ასე შემდეგ ღვინოები
მაინც ხარისხი ფრანგული ღვინისა, უпростоრ ხარისხიანი ფრანგული ღვინოები მაინც ამ პირამიდაში, ამ იერარქიაში უმაღლეს საფეხურზე დგანან. თქვენ როგორ მოგეწონათ და აი რას იტყოდით ამ იქაური ღვინის შესახებ? მე მომხმარებელი ვარ, არა ვარ ასე ვთქვათ, ძალიან ის დიდ სპეციალისტი ღვინოების, მაგრამ სენტიმილიონში ღვინო, რომელიც გავსინჯეთ, წითელი, მართლა ძალიან მაღალი, კი, ნამდვილი ბორდო, თუმცა სენტიმილიონი თავისთავად ჯიში არის თურმე კიდევ და სენტიმილიონის ღვინოებსაც საკმაოდ დიდი დაფასება აქვს საფრანგეთში. ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო იყო, თუმცა მე ვიტყვი რომ ეს არ იყო საკოლექციო ღვინო. ჩვეულებრივი 30 евро რო ეღირება. და არც ძალიან ძვირი არ იყო მე როგორც ხო, საკოლექციო 30 евро, საკოლექციო იწყება ალბათ 200 ევროდან და მეტი, ხო? მე არ ვიცი, ამას ალბათ ვინმე უნდა მოიწვიო ცალკე ამის სპეციალისტი, რომ ამის შესახებ უკეთი რა. თამდიდარი ადამიანი, რომ ქონდეს გადახდილი ამდენი ფული. ან ისეთი ადამიანი, ვისაც მდიდრები პატიჟები ხო. ეგეც კარგი შესაძლებლობაა. ხო. თვითონ ბორდოზე რა სიტყვით ქალაქზე, იმიტომ რომ იქ ერთად ანუ ჩვენ გავამხელ ამასაც ხო რა იცის უკვე მაყურებელმა რომ ჩვენ ერთად ვიყავით ჩვენი საბაზო ასე ვთქვათ ტერიტორია ბორდო იყო და იქიდან ვაკეთებდით ამ გასვლებს სხვადასხვა ადგილას მათ შორის ტულუსშიც, კარკასონშიც და ასე შემდეგ და როგორი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე ამ ქალაქმა რას აი ვთქვათ იცით რა ეხლა მე ერთ რამესაც ჩაურთავ აქ ბორდოზე და ტულუზზე ჩვენ რო ერთი წლის წინ გვესაუბრა შეიძლება უფრო უცხო ყოფილიყო ქართველი მოსახლეობისთვის მე საოცრად ასე ვთქვათ გამიხარდა მომეწონა ის ამბავი რომ ამ სოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გულშემატკივრებიც არა მხოლოდ ევროპიდან ჩამოსული ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ქართველები არამედ საქართველოსდან ჩამოსული ქართველები თანაც ქალბატონები, ბავშვები, ოჯახებით ჩამოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დიდი მასშტაბის იყო ისე რომ მთელი ასე ვთქვათ სექტორი ქართველებს ეჭირათ მაგალითად იგივე ბორდოს სტადიონზე და ფიჯის გულშემატკივრებზე უფრო მეტნი ვიყავით ფიჯელ გულშემატკივრებზე, იმიტომ რომ ფრანგები ფიჯის გულშემატკივრობდნენ და ნაკლებად საქართველოს, ხო? არა, ეგ ნამდვილად ასე იყო. თუკი ჩვენმა ვთქვათ რეზულტატი თუ ვერ ივარგეთ გულშემატკივრები იყო ძალიან მაღალ დონეზე რამდენიმე ათასი ქართველი იყო როგორც ტულუზაში ისე ბორდოში ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ ჩასული TBC ბანკმა ასე ვთქვათ ჩარტერული რეისებიც კი მოაწყო რაც ეს დიდი ფუფუნებაა ხო მაგრამ ხალხი ბევრი ჩამოვიდა ძალიან სასიამოვნოა რომ გულშემატკივრებს უყვართ რაგბი და დადიან და უნდათ რაგბიზე სიარული მართალი ბრძანება იყო რომ ეს მარტო კაცებს არ ეხება იყვნენ ქალებიც და ბავშვებიც კი და იმედი მაქვს რომ მეტი და მეტი გულშემატკივრი ეყოლება ქართულ რაგბის. მოდით რაგბის თემას თლათ ესე მარტივად ვერ ჩაუვლით, რა თქმა უნდა ჩვენი ფუნქცია არ იქნება ის რომ გავარჩიოთ იქ და ამაზე ვისაუბროთ ჩვენ უბრალოდ ჯერეთი გულშემატკივრები ვართ მეორე ერთ ეს არ არის იმდენად სპორტული გადაცემა თუმცა სპორტული ტურიზმი მოგზაურობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა და ზუსტად ამის საფუძველზე გვაქვს ჩვენ ახლა შესაძლებლობა რომ ამ ხარეზე ვისაუბროთ და ყველას მართლა მოუწოდებ ვისაც კი შესაძლებლობა აქვს რომ ესეთ ზეიმებზე რომელიც წარუშლელი ზეიმია როგორც არ უნდა გამოვიდეს შენი გუნდი თუ კარგად გამოვიდა ხო ზეიმია და ზეიმი მაინც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანს თანაც როდესაც ბორდოში იყვნენ მაგალითად ჩამოსულები ხო ჩვენი ქართველები ალბათ მათაც ნახეს საოცარი ქალაქის ცენტრი განსაკუთრებით ესე საყურადღებოა ნირორდო ანუ ეს არის წყალი რო ამოდის სარკესავით და მე იქ სრიალებენ ბავშვები თამაშობენ წვებიან შიგნით და ასე შემდეგ საოცარი კონცეფტია ხო დიდ მოედანზე მაგრამ ამის გარდა კიდევ გადასარევი ოპერის თეატრის შენობა გადასარევი კათედრალი გადასარევი საშოპინგო ტერიტორიები ასე რომ ნამდვილად დაურწმუნდით რომ საფრანგეთი მარტო პარიზი არ არის საფრანგეთი არის განვითარებული ურბანული სივრცე სადაც ძალიან ბევრი დიდი და პატარა ადგილია ჩვენ ვერ კიდე ერთხელ ვამბობთ ახლა დროა რომ გადავინაცვლოთ 1-2 სიტყვა ვთქვათ რაგბიზედაც
იმიტომ რომ ჩემ ანონსშიც, შესავალში ვთქვი რომ ისტორია, მნიშვნელოვანი კულტურა, რა თქმა უნდა და არქიტექტურა, აგერ ღვინო, რამდენადაც შეგვეძლო ვისაუბროთ. რაგბიზე ცოტა გულნატკენი კი ვიყავით ჩვენ იმ შედეგით, რომელზეც უკეთესაც მოველოდით, მაგრამ ორი სიტყვით ხო არ შეგიძლიათ თქვა თვითონ ეს რეგიონი რაგბისთან როგორ კავშირშია. საერთოდ ცნობილია რომ საფრანგეთში რაგბი უყვართ მხოლოდ სამხრეთში. ასე იყო. ნელ-ნელა ეს იცვლება, იმიტომ რომ პარიზშიც არის უკვე ორი კლუბი ყავს პარიზის უმაღლეს ლიგაში, მაგრამ დანარჩენი კლუბები ყველანი სამხრეთულებია. და ქართველებიც თამაშობენ იქ. ქართველები ყოველთვის თამაშობდნენ და დღესაც საკმაოდ არიან, რაც ძალიან სასიამოვნოა, იმიტომ რომ ფრანგული ლიგა მსოფლიოში უძლიერესია ალბათ, ყოველ შემთხვევაში ევროპაში და აქ ჩვენები იძენენ საკმაოდ მაღალი დონის უნარ-ჩვევებს და ავითარებენ ტექნიკას. ეხლა რადგან რაგბის შევეხეთ, ერთი მოვლენა იყო რამდენიმე დღის წინ, რომელიც გაგრძელებაა მსოფლიო თასის და რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. მსოფლიო ჩემპიონატის მსოფლიო თასის შემდეგ ჩატარდა მსოფლიო რაგბის დაჯილდოებები, გუნდები, მწვრთნელები, საუკეთესო ლელო და ასე შემდეგ და ასევე დააჯილდოვეს ადამიანები რაგბისთვის გაწეული უდიდესი სამსახურის და წვლილის და ღვაწლის გამო. და მათ შორის იყო ჩვენი მეგობარი, იმიტომ რომ გეოგრაფია არის განათლებით და ჩვენთან ერთად სწავლობდა ერთ პერიოდში რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი გიან იჟარაძე დაჯილდოვდა ამ საოცარი აღიარებაა სარგებლო შემთხვევით და ულოცავდა ეს არ იყო მარტო გიან იჟარაძის ჯილდო, ეს თელს ქართულ რაგბის ეკუთვნის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ასე ვთქვათ თითო აგური მაინც ზარდო ქართული რაგბის მშენებლობის საქმეში და ვისურვებ რომ პროსტრაფად განვითარებული იყოს ჩვენი. გოგი მეც დაგეთანხმები, მეც დავადასტურებ რომ გია ჩვენი მეგობარიც არის, ჩვენი ასე ვთქვათ ბექგრაუნდით ჩვენი კოლეგაც არის და ძალიან მიხარია რომ ასეთი წარმატება, ასეთი აღიარება, ასე ვთქვათ, აქვს მას, იმიტომ რომ ყოველი ესეთი აღიარება მე დარწმუნებული ვარ საქართველოს აღიარება, ისევე როგორც კიდევ ერთ ასე ვთქვათ პოზიტიურ ამბავს ამ არც თუ ისე სასურველი მსოფლიო თასიდან ვიტყვი რომ პირველად საუკეთესო მსაჯებს შორის, ამ მნიშვნელოვან მსაჯებს შორის საქართველოს წარმომადგენელიც ძალიან ავტორიტეტული უკვე ახალგაზრდა პიროვნება, ხო, ნიკა ამაშუკვილი აღმოჩნდა მესამე ადგილისთვისაც იმსაჯა, მართალია გვერდით მსაჯი, მაგრამ ახლა ტოპიკ ბახრამოვიც იყო გვერდით იმსაჯი ფინალში და იმან გადაწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატის ბედი. ხო, ნიკას ეს არ უქნია, რა თქმა უნდა და მასაც ულოცავ ძალიან დიდ წარმატებას. მე ვფიქრობ, რომ ამ ძალიან სასიამოვნო ნოტაზე დავასრულოთ მაშინ ჩვენი საუბარი დრო სამწუხაროდ შეზღუდულია, თორე ბევრი რამის თქმა კიდე ალბათ შეიძლებოდა ამ მხარეზე ჩვენს მაყურებელს ურჩიოთ რომ თუ კი ექნა საშუალება არ გამოტოვოს ეს საოცრად საინტერესო, ლამაზი და მიმზიდველი მხარე. თქვენ დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ესეთი საინტერესო საუბრისთვის და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ სტუდიაში. მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო. კარგად გრძანდებოდეთ. Yeah.